Ყველდღე რა გინდა აქაო ტაძარშიო და მიყვირიან ხმამაღლა. მეუბნებიან სიმართლე თქვა გაჩვენდიო. ქურდულ საქმეებს მირჩევენ. თავარისტი კაროსნები. ერთი მამაო მამა ბესარიონია. Am საკითხის გაჟღერება არ მინდოდა. Შეიძულეს ჩემი შვილი და უკვე სიტყვიერი დაპირისპირება წამოვიდა. მირეკავს დედა ეკლესიიდან გამომაგდეს. ეკლესიის და თუ ასეთი ზეწოლა ხდება, აი ყველაფერს მიმართ წვენა დამეკარგა. მეუბნებიან სიმართლე თქვა გაჩვენდიო. მეუბნებიან და მოდი ხარ ყოველდღე აქ რა გინდაო და ქურდულ საქმეებს მირჩევენ. თავარისტი კაროსნები. რატო გეუბნებიან არ მოხვიდეთ ტაძარშია? ნუ დადიხარ პროდუქტს ნუითხოვ, ღვინოს ნუითხოვ, საჭმელს ნუითხოვ და ყოველდღე რა გინდა აქაო ტაძარშიო და მიყვირიან ხმამაღლა. სანთლებს წმინდა ვეხმარები და პოვს ხეხავ ამფერებს ვეხმარები და არაფერს არ მაძლევენ. ადრე მაძლებდნენ და ახლა ლანძღვა დამიწყეს უქარები. სანთლებს ვანდებ ხანდახან ლოცულობ ჩემთვის და სანთლებს მიქრობენ მერე მოდიან. ბრაზდებიან ნევრები ეშლება და სიმართლე რატო თქვი და რატო მოგწერა დედაჩვენმა ამფერები მეუფეს გვერდზეო, მეუფე დიმიტრის გვერდზეო და დამნაშავე ხარო დამადანაშავლეს. არ გაითვალისწინეს შემოპირი რომ ვარ. კი მინდა მისლა, მაგრამ რა ვიცი რას მოიმოქმედებენ კიდე. Am საკითხის გაჟღერება არ მინდოდა. სრული ამ სიტყვის შლობით თავს ვიკავებდი, რადგან ეკლესია არის წმინდა ადგილი და პატივს ვცევდი, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. ჩემმა შვილმა შვება პოვა ეკლესიას, მიეჯაჭვა ეკლესია, ხშირად დადის იქანე, მიდის, ლოცულობს და თხოვს შემოწირულობა მეს მიწილადეთო. მიუხედავად იმისა, მე დედა ვარ და ჩემთვის თქვა მიუღებელია, აი მათხოვრის ფონდში რა, ასე გამოდის, რომ აღარ მოთხოვო დედა თვითონ დაგაპურებენ და გიწილადებენ, ეს მათი პატივისცემა იქნება. რის გამოც უკვე შეიძულეს ჩემი შვილი და უკვე სიტყვიერი დაპირისპირება წამოვიდა მის მხრივ. მივწერე წერილობით მათ გვერდზე, რომ მიუხედავად იმისა, დაპურება ხდება მათი მხრიდან, მადლობა ყველაფერი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი შვილს დაამციროთ და ყოველდღე ჩასახოთ თუ ის რას და ვინ არის რეალობაში. აი დღეს მივიყავი მე ქალაქში გასული და მირეკავს დედა ეკლესიიდან გამომაგდეს. აი საზოგადოებას ვეკითხები, თქვენ რა აზრის ხართ ამ შესახებ? თქვენ როგორ იმოქმედებით, როდესაც თქვენი შვილი გეუბნება, რომ ეკლესიამ უარყო გამომაგდო. იქ არ ხმაურობს, სიტყვიერ შეურაცხყოფას არ აკეთებს, მხოლოდ მიდის ეკლესიაში და უყურებს, რომ ხალხი რომელიც შემოწირულობას აკეთებს, მეც დამაპურეთო. აი ესა მიზეზი მათი. ეკლესიის და თუ ასეთი ზეწოლა ხდება, აი ყველაფერს მიმართ წვენა დამეკარგა. არ არის პირველი შემთხვევა, თავს ვიკავებდი, რადგან ეკლესია არის და პატივს ვცემ ამ წმინდა ადგილს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზეწოლები გაკეთეს ჩემი შვილი. ახლა გაჟღერების შემდეგ მე ვიცი, რომ უფრო მეტად მოიმატებს ზეწოლა. მე რამდენჯერმე მე პირადად ჩუმად მივედი და უყურებდი ჩემს შვილს. შეიძლება მე მატყუებს ჩემი შვილი და იქ თქვა რაღაცებს აკეთებს, მაგრამ ამას ეშინია ბავშვობიდან აქ შიშის სიმდრომები. მივედი დგას, აი ასე დგას. ხმას არ იღებს, დამთავრდება მოდის. აი როგორც რობოტი, აი ისე დგას სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და არ ვიცი, აი საზოგადოებაზე მიმიდია სწორი განშა.